ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. ასამბლეა ღრმად წუხს, რომ საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად უგულვებელყოფს მის რეკომენდაციებს საქართველოში დემოკრატიული კრიზისის შესახებ და მოუწოდებენ მთავრობას დაუყოვნებლივ შეაჩეროს ქვეყანაში დემოკრატიის ნგრევა. კოპენჰაგენში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა. როგორც ალენ ბერსემ განაცხადა, კობახიძეს ესაუბრა იმაზე, თუ როგორ უჭერს მხარს ევროპის საბჭო ქართველი ხალხის დემოკრატიულ სტაბილურობას და უსაფრთხოებას. ასევე განიხილეს საქართველოს პასუხისმგებლობა დემოკრატიული სტაბილურობისა და უსაფრთხოების დაცვაში. ევროკავშირის ლიდერები კოპენჰაგენში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის 140 მილიარდი ევროს ოდენობის გაყინული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ. ამის შესახებ Financial Times წერს, ბელგიამ მოითხოვა რისკების გაზიარება ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან, ასევე მოსკოვის პრეტენზიებისგან სამართლებრივი დაცვა. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინისთვის ამერიკული რაკეტების მიწოდება ესკალაციის თვისობრივად ახალი ეტაპი იქნება. პუტინი ამბობს, რომ ეს რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებს დააზიანებს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, გუშინ ქვეყნის მასშტაბით ბიუჯეტის შემცირების გასაპროტესტებლად 195,000 ადამიანი გამოვიდა. პროფესიული კავშირების გაერთიანება CGT-ის განცხადებით კი 600,000 ადამიანი იყო მობილიზებული.